Salome, დღეს გადავწყვიტე, რომ გადავიღო ვიდეო, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანი მინდა ამ ვიდეოს გადაღება, სადაც განხებთ როგორ ვატარებ ერთ რუტინულ დღეს. კარგი ამბავი შაის რომ მე მაქვს მიკროფონი და ჩემს ვიდეოებს ეხება უკეთესი აკუსტიკა, რაც ძალიან კარგია, იმიტომ რომ აისმება ხმა კარგად და ახლა გაისმება. და კიდევ ერთი კარგი ახალი ამბავი შაის რომ დღეს კარგი დრო ავდექს და მაგის გამო შემიძლია რომ ვიდეო გადავიღო და ესეც კარგია. სხვა ახლა წავიდე სამსახურში, იქაც გადავიღებ რაღაცებს, მე სახშუა დავბრუნდები, იმიტომ რომ ბიზნეს ანალიტიკა, ბიზნეს ანალიტიკა მაქვს ქორსერაზე ავიღე კურსი. მაგ კურსს გავდივარ, იმიტომ რომ უნივერსიტეტი აღარ მაქვს და მინდა რომ რამე ვიმეცადინო. ახლა არის 10 დაიწყო და ისე უნდა ვქნა, რომ 11-ის ნახევარზე უკვე სამსახურში. აქამდე მიდე ჭავასაც მოვასწრებ, მინდა რომ კვერცხი ვიწყო. ჩავცვი და ახლა უნდა გავიდე მაგიაში. თბილისში თოვლი იყო. ჩემი აზრით ძალიან ჩვეულებრივი რეაქცია გქონდა. ის არაჩვეულებრივი მოვლენა იყო და მაგ დროს მე ზუგდიდში და ზუგდიდში არ თოვდა. ან ძალიან უცნაური, იმიტომ რომ ყოველთვის ზუგდიდში თოვდა და თბილისში არ თოვდა ხოლმე და ყოველთვის თბილისში ვიყავი და პირველად როცა თბილისში თოვდა და ზუგდიდში არა, მე ვიყავი ზუგდიდში, მაგრამ ჩამოვედი ორ შაბათს და კი დამხვდა და ძალიან მომენტი იყო. ჩემი საყვარელი გადასაღები რამეა ნაკერის გაკეთება და პროდუქტების წასვლა. მზისგან დამცავს მისთვის რომ, იმიტომ რომ ზამთარი არის, მაგრამ მზეც არის ხოლმე. მე მივდივარ რამდენიმე კვირაში უბრალოდ თითქმის სამ კვირაზე ნაკლებ დროში მივდივარ პარიზში. ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება ვწავ ფრანგულს. პარიზში აქამდე არ ვყოფილვარ და ჩემი ერთ-ერთი საოცნებო ქალაქია. ეს არის კონსილერი, რომელიც ახლა უკვე მაქვს. ეს კონსილერი არის დელფის. სტრუქტურით ძალიან გავს ანალურს და მომწონს ეგრე რო არის. ყოველთვის ხელით მიცვალა მიჩემი სხვათა შორის. პარიზში მივდივართ. მე, ჩემი საყვარელი, ჩემი მეგობარი და იქ ხდება ასევე ჩემი მეგობარი, რომელიც პარიზში სწავლობს და შესაბამისად ცხოვრობს. ვიტყვი რომ ბიზნეს ლიტერატურის კითხვა დავიწყო. რაც არ მოუცნაური იყოს, ყოველთვის სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი რატომაც ბიზნეს ლიტერატურის მიმართ, იმიტომ რომ ზოგადად წიგნების კითხვა ძალიან მიყვარდა. სულ მხატვრულ ლიტერატურას ვითხულობდი და მხატვრულ ლიტერატურას შედარებით ეს ბიზნეს ლიტერატურა რაღაცა მეგონა მაქინაცია, რაღაცა მეგონა ზედაპირული და რაღაც, ანუ არა თავისი ჟანრია და შესაბამისად თავისი სიკეთეები აქვს. და ძალიან კარგი სიკეთეები და ახლა რო გავიზარდე, ძალიან მომინდა რომ წავიკითხო, იმიტომ რომ თან ძალიან პრაქტიკულია რა. ქართულად ვიქრინდები. არ ვიცი რატო. რაღაცა ვიყავი მოტივირებული, დაიწყე დღე ღიმილით, ანუ ქართულად რაღაც ვიქრინდები. ანუ მხატვრულ ლიტერატურაზე არ ვარ იქ მხატვრულ ლიტერატურას ეს ქართულ ვკითხულობ. ეს მაგ ტემიდან გამოწვევი და ძალიან კარგია. იმიტომ რომ კარგად აბჭყიალებს და ძალიან მიყვარს ბჭყიალების სახეზე. ტოში მაქვს. ქავასაცვლელი. პარიზში ერთ ფაქტი ჩემს შესახებ იდეა არის, რომ ძალიან მიყვარს მოგზაურობა. ძალიან მიყვარს მოგზაურობა. იმიტომ რომ როგორც კი ფული ჩამივარდება, ჯერ ხო ვიზიარს გირი ფუძი ვარ. სულ ამწვა, ვაღონ რამე გაიაფდეს. ეს პარიზის ბილეთებიც ვიყიდე 300 ლარად. უკანა და წინაგზა ერთად, ანუ 300 ლარი დაიჭდა მხოლოდ. ერთი წელი ეგრე ყოველდღე ვიზიარ ვიზიარს. და მაგის გარდა სულ ფულით ჩამივარდება, მზად ვარ რომ დავხარჯვა მოგზაურობაში, იმიტომ რომ TikTok-ი ვნახე და ძალიან მეთანხმები მაგას, რომ მოგზაურობა არის ერთადერთი, როდესაც ფულს ხარჯავ და მდიდრდები რა.
და ეგრე ვუყურებ მეც. მოგზაურობა გზრდის ძალიან რა და თან ანუ ვიზი არის მართლა საუკეთესო მოგონება. ხო, ესეთი დელფის კონტურია. კლასი. We're good to go. რაც ჩავაგებ და როგორ გამოვიყურებ, მაგაც განხეთ. ეს აპარატი ძალიან მეორე ყოველთვის სამსარი ძალიან და ფაკასი ამომსდაყვა. Yes. არის დამაჯერებელი არის. ამ ფერისტომაც დამაჯერებელი. Tālāk. მე მინდა გავაკეთე კომენტარი რომ განადგურებული ვარ ძალიან დავიყალე. ახლა მიდივარ სახლში. At this point ისეთი ვარ რომ არ მაინტერესებს როგორ გამოვიყურები. ძალიან ცივა. ანუ ეს ზამთარი არის ძალიან ცივი. მე არ მახსოვს ასეთ ცივი ზამთარი. რო ვწდები მაგრამ ეგრე უგრძნობ რომ ყველა ცივი ზამთარი რაც განაყოფილა. და მას გამოვიყურები მაგის გამო. ძალიან ცივა. ახლა ყავი გასული. სახლში მოვიდი, მივაგდე და ვერაფერი ვერ გადავიღე. არ დამეცადნება მინდოდა როგორც თქვი, ხოლმე ცადნე მაგას და ხოლმე გადავიღე. Yes. ეგრე ვქნათ.